ბათუმის CNN-ის ეთერში ზღვისპირა ქალაქის სარეკლამო კლიპი საერთაშორისო სამაუწყებლო არხზე რამოდენიმე დღეში გავა. ვიდეო რგოლი ტელეკომპანია იმედმა გადაიღო და იმედი პროდაქშენში დამონტაჟდა. 30 წამიანი კლიპისათვის მუსიკა მომღერალმა ლევან ჩიჩომ იგივე თიელმა დაწერა ის მუსიკა, რომელიც იმედის გადაცემა ბათუმი ლაივის პრომოსათვის შეიქმნა. ნოდარ მელაძე განაგრძობს თემაზე საუბარს, ნოდარ გისმენთ. ტელეკომპანია იმედის ვიდეო პროდუქციის წარმოების დეპარტამენტმა სულ ცოტა ხნის წინ გადააგზავნა ტელეკომპანიას CNN-ში 30 წამიანი ვიდეო რგოლი, რომელიც ბათუმს ეხება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იწყება საერთაშორისო სამაუწყებლო არხების ეთერში უშუალოდ საქართველოს საკურორტო ქალაქების სეგმენტური რეკლამირება. ანუ დღემდე CNN-ზე და სხვა საერთაშორისო არხებზე გადიოდა რეკლამები, რომელიც ეხებოდა მთლიანად საქართველოს კომპაქტურად ყველა საკურორტო ზონას, მაგალითად სამარინ, ჯორჯია, თუმცა რამდენიმე დღეში უკვე დაიწყება კონკრეტული ქალაქების პოპულარიზაცია და პირველი იქნება ბათუმი. დამზადებულია იმედში სპეციალურად CNN-ისთვის. რამდენიმე დღეში საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიის ეთერში ბათუმის პირველი სარეკლამო კლიპი განთავსდება. იმედი პროდაქშენის სამონტაჟოებში სპეციალურმა ჯგუფმა 30 წამიან რგოლზე მუშაობა უკვე დაასრულა. დღეს ვიდეომ ბოლო შემოწმება გაიარა და იმედმაც CNN-ისაგან მიიღო დასტური, რომ რგოლი არხის ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს. როგორ გავაკეთეთ იცი? აი ეს სუბოლო ვერსია რაც ეს ნახოთ. და უკვე დავიწყოთ ატვირთვა რა ფორმატში უკვე დალაგებულია. სარეკლამო კლიპის კონცეფციაზე იმედი პროდაქშენის ჯგუფი რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა. მიზანი ერთი იყო 30 წამიან ვიდეოს CNN-ის 600 მილიონიანი აუდიტორიის, რაც შეიძლება დიდი ინტერესი უნდა გამოეწვია. აქცენტი არის ტურისტულ თემაზე, ანუ ეს არის სასტუმროები, კლუბები და ის რაც შეიძლება ბათუმმა მოხიბლოს და აჭარა მოხიბლოს, ანუ ბუნება, ბოტანიკური ბაღი, ჩვენ 30 წამში უნდა ჩავტიოთ, აი ყველაფერი პრაქტიკულად. რომ ადამიანმა ჩათვალოს, რომ ბათუმში შეიძლება ჩამოსვლა, ბათუმში შეიძლება ცივილიზებულად ცხოვრება, დასვენება და გართობა. Every night, every day I wanna be by your side. მუსიკა, რომელიც CNN-ისათვის განკუთვნილი ვიდეო რგოლისთვის გამოიყენეს მუსიკოსმა თიელმა, იმედის გადაცემა ბათუმი ლაივისათვის დაწერა. მომღერალი ამბობს, რომ ტექსტი სარეკლამო ფრაზებით გააჯერა, რათა ბათუმში საკუთარი შემოქმედებით უცხოელი ტურისტები მოეზიდა. როდესაც ზღვისპირა ქალაქს აპიარებ, იქ აუცილებელი არა მარტო შენობები და სილამაზე, როგორი ლამაზი არის ეს ქალაქი, არამედ როგორ ვერთობით, ყავს თუ არა ლამაზი გოგოები, სიმპათიური ბიჭები ასევე. რა მუსიკას უსმენთ? აი ეს ყველაფერი უნდა იყოს ნაჩვენები, მე ვფიქრობ, ტურისტებისთვის, იმიტომ რომ ეს არის იმისათვის, რომ ჩვენ ტურისტები მოვიზიდოთ აქ. გავიგეთ, რომ CNN-ის კლიპს დაედება, დაერთვება თან ეს მელოდია. არ ვიცი, თიელს ალბათ უფრო გაეხარდება ვიდრე მე. მე შეიძლება რაღაცა არც მომეწონა ცოტა CNN-მა რომ მოგპარა, მაგრამ დასაკვირველია ეს ხუმრობით ძალიან კარგია, რაც უფრო მეტი ადამიანი გაეცნობა და აქამდე მხოლოდ საქართველოს უსმენ და ეხლა მსოფლიო მოусმენს, მით უფრო კარგია. თიელის მუსიკა იმედი პროდაქშენში გადააკეთეს. CNN-ისათვის განკუთვნილ კლიპზე მუშაობის დროს შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ კლუბური ჰანგებისათვის ცოტა აჭარული მოტივები დაემატებინა. ბევრი იფიქრეს და საბოლოოდ არჩევანი ისევ განდაგანაზე გააკეთეს. გადავწყვიტეთ რაღაცა მინიშნება ყოფილიყო ბათუმ აჭარული საკრავის, უბრალოდ რატომ ჩავიფიქრე აჭარული საკრავი, ეს გუდასტვერი, ძალიან ლამაზად შეერწყმებოდა არსებულ მუსიკას. CNN-ის ეთერში ბათუმის სარეკლამო კლიპი ცნობილი საკურორტო ქალაქების სარეკლამო რგოლებთან ერთად განთავსდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს სარეკლამო კლიპების შემდეგ საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანიის ეთერში კონკრეტულად ერთი ქართული საკურორტო ქალაქის რეკლამირება დაიწყება.